თავდაპირველად იმას უნდა გავუსვათ ხაზი, რომ საქართველოს ინტერესებშია ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში. მაგალითისთვის მოვიყვანო, როდესაც კონკრეტული დაავადება გაქვს, შენ კონკრეტულ საავადმყოფოში მიდიხარ, ან კონკრეტული განათლება თუ გინდა მიიღო, კონკრეტულ სასწავლებელში მიდიხარ. ასე ვფიქრობ, ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, სადაც შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ ის, რომ ქართველმა ხალხმა მიაღწიოს საწადელს და ჩვენ ვიცხოვროთ ბედნიერად. ან ბედნიერებისთვის ჩვენ გვჭირდება, რომ რაღაც მიმართულებებით სიტუაცია დაალაგდეს, გქონდეს კარგი სასამართლო, გქონდეს კარგი ჯანდაცვა, გქონდეს კარგი განათლების სისტემა, გქონდეს სამართლიანობის შეგრძნება, არ გქონდეს კორუფცია და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი შესაძლებელია იმ სტანდარტების მიღწევით, რაც აუცილებელია ევროკავშირისთვის. აქ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რო ავიღოთ, ისე არ არის რომ ჩვენთან ჩამოვლიან და ამას ყველაფერს დაგვილაგებენ. ეს არის როგორც მაგალითად როგორც სასწავლებელში გინდა მოხდეს, შენ რაღაც გამოცდები უნდა ჩააბარო და ქართველებმა ეს გამოცდები უნდა ჩააბაროთ, რომ ჩვენ ამ დიდი ოჯახის წევრი გავხდეთ. რომ ჩვენ გქონდეს შემდეგ სტაბილურობა, ეს იქნება ფინანსური, პოლიტიკური, კულტურული სტაბილურობა, ეს იქნება განათლების კარგი სისტემები, რაც ფაქტურად ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამით სარგებლობდით და ახლა ფაქტურად ამაზე უარისწმა გვიწევს რაღაც რამდენიმე ადამიანის ახირების გამო. გასაგებია მაგალითად ამის მოწინააღმდეგების აზრიც. იმისთვის რომ იყო კორუფციაში, იმისთვის რომ ბიუჯეტიდან პირდაპირ კოვზით ჭამო ფული, იმისთვის რომ შენ უსამართლოდ მოიქცე, შენ არ გჭირდება დაალაგებული სისტემები და არ გჭირდება კარგი სასამართლო. შენ პირიქით გჭირდება ანარქია, რომლის საშუალებასაც იძლევა ის ქვეყნები, რომლისკენაც ახლა ფაქტურად მიელტვიან ჩვენი ხელისუფლების წევრები. თუ გინდა რომ დაალაგო ქვეყანა, თუ გინდა რომ წესიერად მოიქცე, თუ გინდა რომ კეთილსინდისიერი იყოს, საჯარო მოხელე კეთილსინდისიერი იყოს ბიზნესი, შენ უნდა დაალაგო რაღაც ინსტიტუტები, რასაც მოითხოვს შენგან ევროპა. ამის დაალაგება არ უნდა შესაბამისად ებრძვიან ევროპას. ჩემთვის ევროპა არის დაალაგებული ქუჩები, გამართული ინფრასტრუქტურა, ის რომ პარკირების სისტემა და ქუჩაში მოძრაობა მოწესრიგებულია, ის რომ ერთი და იგივე სოფელში 10 ჯერ არ გაყავთ წყალი ერთი და იგივე წელს, ერთი და იგივე კომპანიას, ერთი და იგივე ბიუჯეტით და ასე შემდეგ. ის რომ რაც გათვალისწინებულია ბიუჯეტში რეალურად მიემართება საქმისადმი და არ მიემართება რაღაც ჯიბეებში. ის რომ სასამართლო არის სამართლიანი და კანონებზე დაფუძნებით აკეთებს გადაწყვეტილებას და არა რაღაც ინდივიდუალური ახირებით და ასე შემდეგ. ევროპა არის ის სახლი, სადაც ჩვენ უნდა მივიდეთ ბევრი გამოცდის ჩაბარების შემდეგ და სადაც სახელის და ჩვენი არსებობის დამკვიდრების შემდეგ შეიძლება მივახციოთ ძალიან დიდ წარმატებას და მივახციოთ საწადელს, რაც ქართველი ერისთვის და ქართველი სახელმწიფოსთვის მიზანია. ქართველი ხალხი ცხოვრობდეს ბედნიერად. ამ ეტაპზე ჩვენ სამეზობლოში კი არა, ზოგადად მსოფლიოში არ არსებობს სხვა სისტემა, სხვა ოჯახი, ისეთი, რომელსაც ამ ყველაფრის უზრუნველყოფა შეუძლია. აქ კიდე დასამატებელია ისიც, რომ ჩვენ ისტორიულად ევროპის ნაწილი ვართ და აქ უკვე მენტალიტეტზე, კულტურულ კავშირებზე და ასე შემდეგ დიდი ხაზის გავლება შეიძლება, რომ ჩვენ ამის ორგანიზმის ნაწილი ვართ და ჩვენ არსად არ მივდივართ, ჩვენ ფაქტურად ამის ნაწილი ვიყავით, რომელიც მოგწყვიტეს და ახლა ჩვენი დაბრუნება ხდება აქ. კიდევ ბევრი თქმა შეიძლება, მაგრამ ძირითადად ვფიქრობ ხაზი გავუსვი. ეს არის ის, რაც ამ ეტაპზე საქართველოსთვის არის აუცილებელი და ამის მისაღწევად ჩვენ ჩავაბაროთ უნდა გამოცდები, რასაც ვფიქრობ, რომ შევძლებთ და ამის შემდეგ საშუალება გვექნება, რომ ყველა აბსოლუტურად მოწინააღმდეგეც, ვინც ახლა მხარს უჭერს და ასე შემდეგ, ვინც ერთმანეთთან დაპირისპირებულია, დავხსნებით საერთო მაგიდის გარშემო, ერთმანეთთან სასაუბრო თემებსაც მივაგნებთ, ნახავთ საერთო ინტერესებსაც, რომლის იგივე შეგვიძლია გავერთიანდეთ და წავიდეთ წინ. ამ სტაბილურობის წიაღში ვფიქრობ აღარ იქნება ადგილი იმისა, რომ ჩვენ მუდმივად დაპირისპირებული ვიყოთ ერთმანეთთან და უბრალოდ რაღაც რამდენიმე ფულიანმა ადამიანმა მისი ინტერესებიდან გამომდინარე თელიერი დააპირისპიროს ერთმანეთთან და ჩვენ არ გქონდეს საშუალება შემეცნების, ჩვენ არ გქონდეს საშუალება კრეატიულობის, ჩვენ ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ იმაზე გადართული, რომ ყოველდღიურად ერთმანეთს რაღაცა წავულიჯოთ და ერთმანეთს რაღაცაში დავუპირისპირდეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ის რისკიდან უნდა მივიდიოდეთ და რისი მომტანით საბოლოო ჯამში იქნება ევროკავშირი ჩვენთვის. ეს არის პროტესტი რაღაცის წინააღმდეგ, მაგრამ რაღაცისთვის და რაღაცისთვის რომ არის, ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენ და პროტესტი ზოგადად არის იმისკენ, რომ საქართველო გააგრძელოს სწორი გზით სიარული და განვითარდეს. პროტესტი არის აუცილებელი. როდესაც დადგება ჟამი, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენს მოწინააღმდეგეებთან ერთად დასხდნენ და ჩვენთან ერთად დაიწყონ განხილვა რაღაცა საკითხებისა, პროტესტი არის ის წონა, რომელმაც შეიძლება ეს გადაწონოს ჩვენსკენ, გადაწონოს კარგი გადაწყვეტილებისკენ და აჩვენოს და ის აჩვენებს კიდევაც დღესდღეობით ყველა ჩვენ პარტნიორს და ჩვენ მეგობარ ქვეყნებს, რომ აქ არაფერი რადიკალურად არ შეცვლა, აქ ხალხი ისევ იქ არის, სადაც იყო საუკუნეების განმავლობაში, აქ ხალხი რეალურად ფიქრობს დემოკრატიის განვითარებაზე და კარგი ინსტიტუტების და გამართული ინსტიტუტების დამკვიდრებაზე და ის რომ ჩვენ რაღაც გარკვეული პერიოდით გავლენების ქვეშ მოგვაქციეს და ის რომ მტერს არ ძინავს, ამოვიყენებ ამ გამოთქმასაც,
ჩვენი პროტესტი მხოლოდ ამას ხაზს უსვამს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პროტესტი არის ხანგრძლივი, ეს არის რაღაც წამიერ შედეგებზე ორიენტირებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სიმართლეს არ განსაზღვრავს ის, რამდენი ვდგავართ ქუჩაში და ასე შემდეგ. სიმართლეს შეიძლება ერთი კაციც ამბობდეს და დანარჩენები დაშინების ან რაღაც ინტერესების გამო ამბობდნენ ტყუილს. ამიტომ იმას თუ შევხედავთ, რომ რამდენი ვდგავართ, რამდენი ვიყავით გუში, რამდენი ვართ დღეს და ასე შემდეგ. მთავარია, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მართალს ვამბობთ, ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს, სინათლის მხარეს, დარწმუნებული ვარ, რომ შედეგიც იქნება.